რა თქმა უნდა, რუსეთი მეგმაზომიერად აგრძელებს ანექსიის პოლიტიკას, მისი მიზანია როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის და მთლიანად საქართველოს ანექსია და სწორედ ეს ნაბიჯი შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, ის რომ განსაკუთრებით ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მცდელობები, რომ აფხაზეთის სრული ინტეგრაცია მოხდეს რუსეთში, ხომ ნახეთ, რომ მაგალითად იზრდება, დაიწყო ძალიან ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსული პროპაგანდა იზრდება ყოველწლიურად, ხომ ბოლო წლების განმავლობაში მაგალითად იყო ძალიან ბევრი მცდელობა და იყო მიღებული გარკვეული კანონები იმისთვის, რომ აფხაზეთი მაქსიმალურად ყოფილიყო კონტროლირებული რუსეთის მხრიდან. დაიწყო იგივე აეროპორტის მშენებლობა, რომელიც გაიხსნა კიდეც და იყო კავალორი ხელშეკრულება ამისთვის მომზადებული, ბიჭვეთის ტერიტორია გადაეცა პუტის რეზიდენციის მშენებლობისთვის, ენერგოკრიზისი გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ იმისთვის ხდებოდა, რომ მომხდარიყო უფრო მეტი წლეხი მოსახლეობაზე, ოჩამჩირეში იგივე რუსული სამხედრო ფლოტის განთავსებისთვის მზადება, რუსულ გვარდიას რომ ეძლევა და იყო ამის ცდილობას რომ ისცემოდა უფლებამოსილება აფხაზეთის ტერიტორიაზე დაეცვა სამოქალაქო წესრიგი, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონ პროექტი იქნა მომზადებული 2022 წლიდან, ხომ, აბართ ჰოტელების შესახებ, ანუ ძალიან ბევრი შეიძლება თქვას ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო კონტროლირებადი აფხაზეთი, მის ტერიტორია 2028 წლიდან მაგალითად დაიწყო მასობრივად იმ ოპოზიციონერების, დამოუკიდებელი აქტორების გაკონტროლება და იგივე მათი გადასვლა ფსოულზე, მათ უკვე თავისუფლად აღარ შეუძლიათ მოძრაობა და ეს შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი იყენებს საკუთარ მოქალაქეობას როგორც კონტროლის იარაღს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას სჭირდება მაქსიმალურად კონტროლი მოქალაქეების, ამიტომაც ცდილობს რომ თუკი მას მართლაც სურს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზებს ასევე საკუთარი თვითგამოცხადებული პასპორტიც გააჩნიათ და მაშინ უნდა შეეძლოთ მათ მისით გადაადგილება, ხომ? მაგრამ რა მოხდა ცოტა ხნის წინ? ჩვენ ნახეთ, რომ იგივე გასული წლის 1 მარტიდან რუსეთში შესვლა აფხაზებს მხოლოდ რუსული პასპორტით შეუძლიათ, თუკი მათ გააჩნიათ ამავე დროს რუსული პასპორტიც. ხო, ანუ რუსეთი მაინც შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად ცდილობს ყოველი ნაბიჯი გადადგას იქითკენ, რომ აკონტროლოს ყველა, რომ პრაქტიკულად აფხაზეთი იყოს მაქსიმალურად დამოკიდებული რუსეთზე და იყოს მაქსიმალურად იზოლირებული, რომ მათი ყოველი ნაბიჯი გაკონტროლდეს. ცალკე საკითხია, რა თქმა უნდა, ის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ხომ? ჩვენი ინფორმაციით 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ძირითადად ისინი არიან მოხალისეები, მაგრამ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში იქ არიან ბევრი რომლებიც ჩვეულებრივ იქნენ გაწვეულები, ხო, მაგალითად იგივე თუკი აფხაზეთმა კვლავ შეინარჩუნა ეგრეთ წოდებული არმია, რომელიც ასე თქვათ არ არის ნაწილი რუსეთის არმიის, ცხინვალში გარკვეული რაღაც პერიოდის წინ სრულიად მოხდა ოსური რაზმების შეერთება რუსეთის სამხედრო ბაზასთან, ამიტომაც ისინი ასე თქვათ გაწვეულები არიან ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურში ოფიციალურად და ამიტომაც არის ასეთი მსხვერპლი, ხო, 100-ზე მეტი ოფიციალური ინფორმაცია არის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თუმცა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია იქ ომში დაკარგულ პირთა რაოდენობა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოქალაქეებს არ აქვთ. რა თქმა უნდა, რუსეთს სჭირდება და უფრო მეტი ინსტრუმენტი ექნება იმისთვის, რომ ქაური მოსახლეობა გაიწვიოს ომში, ისინი არ იწვევენ, ხო, მოსკოვის ცხოვრებლებს, ძირითადად სწორედ ეთნიკური უმცირესობებისგან კომპლექტდება ის საოკუპაციო არმია, ის რაზმები, რომლებიც იგზავნება დონბასში თუ უკრაინაში და სწორედ მას სჭირდება ასევე ამისთვის, თუმცა სჭირდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს იქ მოცხოვრებელი მოქალაქეები, ხო, მაგალითად რა მოხდა მიმდინარე წლის დასაწყისში, როცა სჭირდება რუსეთს ის პირიქით ცდილობს, ხო, მან FSB მაგალითად რამდენიმე მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჰქონდა რუსული პასპორტი, კანკვარჩიას და ლევან მიქას, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციის ლიდერებს და საზოგადოებრივ ფიგურებს აფხაზეთში და რომლებმაც ძალიან აქტიური როლი შეასრულეს გასულ წელს შემოდგომაზე საპროტესტო აქციებში, რის შედეგადაც ასლან ბჟანია გადადგა და დაინიშნა ადამდელი არჩევნები. ხო, მათ ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა და ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს აფხაზეთს აჩვენოს თავი როგორც რაღაც პარტნიორად, როგორც დამხმარედ მეგობრად, რომლებიც ეხმარება აფხაზეთს. ანუ მისი მიზანია ყველა დამოუკიდებელი, მისგან დამოუკიდებელი ძალის განეიტრალება. დღეს ამ ადამიანებს და სხვა შორის მსგავსი რა მოხდა ასევე ცხინვალში ცოტა ხნის წინ, როდესაც de facto პარლამენტის 3 წევრს 24 წელს მულდაროს, სანაკოევს და მედოევს ასევე ჩამოერთვათ
რუსეთის მოქალაქეობა, ისე რომ მათ გასაჩივრების უფლებაც არ აქვს და მათ დღემდე არ იციან მიზეზი თუ რატომ მოხდა ასე. ანუ რუსეთი პრაქტიკულად ყველა იმ ფიგურას პირს, რომლებიც მის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ემორჩილება, მათ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ართმევს უკვე მიღებულ მოქალაქეობას ყოველგვარი იქ არსებული კანონების დარღვევითაც კი. და ეს რა თქმა უნდა რუსეთი მეორე მხრივ ცდილობს რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაინც კეთდება იმისთვის რომ აბსოლუტურად ყველაფრის გაკონტროლება მოხდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომ აფხაზეთი იყოს სრულად ანექსირებული და ინტეგრირებული რუსეთში, სწორედ ამას უკავშირდება ეს დელეგაციების სტუმრობაც, რომლებიც ახალი არ არის, მაგრამ ხედავთ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უფრო მრავალმხრივ მიმდინარეობს ზეწოლა, მას შემდეგ რაც განსაკუთრებით ახალი პრეზიდენტი გუმბა იქნა არჩეული და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ითქვას რომ კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის ზეწოლა აფხაზეთში და ის იყენებს აბსოლუტურად ყველა მეთოდს იმისთვის რომ საბოლოოდ მიმოახდინოს აფხაზეთის ბოლომდე ინტეგრაცია რუსეთის შემადგენლობაში. და საინტერესოა რა სუპირისპირებს ამ პროცესს საქართველოს, რა საკეთებს ქვეყანა იმისათვის, რომ ქართული პასპორტი მიმზიდველი გახდეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის. ძრა სამწუხაროდ თბილისის პოლიტიკა შეიძლება ითქვას, რომ არის სრულიად უსუსური, მას პრაქტიკულად ბევრი არაფერი გაუკეთებია წლების განმავლობაში ის პოლიტიკა, რომელიც 2010 წელს 2000 შემდეგ ხომ ჩამოყალიბდა პრაქტიკულად ინერციით მიმდინარეობდა, ხოლო ის რომ უკვე ამდენი რამ ხდება, ხო ცვლილებები მსოფლიოში ხდება, შესაძლებლობები ქვეყანა მიიღო თუნდაც იგივე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხო მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და მან პრაქტიკულად ვერ შეძლო აფხაზებისთვის შეთავაზებინა უფრო მეტი, რომ უფრო მეტად დაინტერესებინა აფხაზეთი, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამ პროცესების საწინააღმდეგო ვითარებაა შექმნილი. ხო, როცა თბილისში უფრო მეტად იზრდება რუსული გავლენები, არა მხოლოდ აფხაზეთში, რომ კიდევ უფრო მეტად ძლიერდება ანექსიური პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის რიტორიკა და კრემლის რიტორიკა უკვე თანხმედრაშია. მე ვერ მოვისმინე აი ამ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობთ, თბილისს რაიმე რეალური პროტესტი გამოეცხადებინოს, რომ მას თუნდაც არა მხოლოდ შეეთავაზებინოს, ხო რაიმე ალტერნატივა აფხაზებისთვის და ოსებისთვის, ან გადაედგას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები, არამედ პირიქით, ხომ ის რაიმე განცხადებასაც კი არ აკეთებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივ გაგრძელება შეიძლება ითქვას პირდაპირ აგრესიის, რომელიცაც რუსეთი აწარმოებს და საქართველოს ხელისუფლება ამ რუსული გავლენების შემცირების ან შეკავების მიზნით ელემენტარულ სახელმწიფო სტრატეგიასაც კი არ იმუშავებს, მაგრამ არ ახერხებთ თქვა იმაზე, რომ რაიმე კონკრეტული მექანიზმი არსებობდეს. თუნდაც მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომ უფრო მიმზიდველი გახადოს საქართველოს მოქალაქეობა, ხომ? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს პრაქტიკულად არ აქვს ხედვა და ეს ხედვა პრაქტიკულად არ არის ადაპტირებული იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არის შექმნილი და დღეს არის მართლაც მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც იგივე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების, დროებითი დოკუმენტების გაცემა მოხდეს იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, რაზეც ძალიან ბევრი აფხაზი დათანხმდება. ან უფრო მეტად მოხდეს ქართული პასპორტების პოპულარიზაცია იმ კუთხით, რომ რეალურად იყოს გათვალისწინებული გარკვეულწილად ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ამ კუთხით პრაქტიკულად უფრო მეტვალყურის როლს ასრულებს და რაიმე აქტიური პოლიტიკის წარმოებისგან თავს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ რეალურად საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ ნაბიჯებს აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერ დგას.